Helmebit ვაგრძელებ სტივენ გრირის ინტერვიუს ჩატერას ის იყო პირველი ნაწილი ჩემმა ტელეფონმა ვერ ჩაიტია ტელეფონის მეხსიერებამ და გაითიშა. ხო და ვაგრძელებ იმ ადგილიდან საიდანაც გაითიშა და ეს იქნება პირველი ვიდეოს ხო მე მაქვს ტელეფონზე ახლა სტივენ გრირის პირველი ინტერვიუ და ამ ინტერვიუს პირველი ნაწილი იქნება ის და იმ პირველი ვიდეოს მეორე ნაწილს წერ ახლა კი გავაგრძელოთ. თუ ეს საიდუმლო კონსტიტუციური პროგრამები არის არა კანონიერი და არა კონსტიტუციური, თავიდანვე მაშინ ისინი ანულირებას გაუკეთებენ ყველა ხელმოწერილ საბუთებს, სადაც იყო თქმული საიდუმლოს შენახვის თაობაზე. ამ საბუთებს გაუკეთებენ ანულირებას და ინსაიდერები შეძლებენ ყველაფერზე ლაპარაკს საჯაროდ. საერთოდ ეს არის არაკანონიერი უკანონო პროგრამა. ახლა არის უფრო ძლიერი კანონი, რომელიც მიცემს საშუალებას ამ ხალხს გამოვიდნენ განცხადებები და ისინი გამოდიან. ერთ-ერთი მოტივებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამუშაო ასე დამიჯე მაცნესი, ასე თქვა მაცნესი არის შედგება იმაში, რომ ეს პიროვნება წარმოდგენას უკეთებს მტკიცებულებებს, რომელიც გრძელდება როუზველტში ავარიის შემდეგ 1947 წელს წამყვანი ამბობს, ახლა მომეცით მე საშუალება აგიხსნათ იმ უპილოტო საფრენ აპარატებზე და საერთოდ ყველაფერზე რაც ხდება, რომლებიც ახალხან არც ისე როგორ გითხრათ, ახლო მომავალში გამოჩნდა ირანში, ატლანტიკურ და წყნარ ოკეანეებში. ბილი, რას ვერო თქვენ ამაზე? მე არსენია, რომ გემებზე მატი ქვია გემს და რა გემია ეს არ ვიცი, ლაპარაკობდნენ აქამდე, თურმე ყოფილა ასეთი გემი სახელწოდებით მატი. ბილისთვისაც არ იყო ცნობილი ეს ამბავი. ხო, ეს მარტო სტივენ გრირის ინტერვიუ არა, ეს არის ბილის ინტერვიუ, გვარი არ მახსოვს. ამ წამყვანს ხავს ეს ორივე შოუზე. ამ ხალხმა დახარჯა $3 მილიონი იმისთვის, რომ შეესწავლათ გაცნობიერებული პროგრამირება. ისინი აკონტროლებენ ადამიანებს მთელ პლანეტაზე, მაგათმა იციან როგორ მოიხსენ რაკნან. როდესაც ისინი ამბობენ რაღაც კონკრეტულს, ისინი მაგათმა იციან თუ ამ და ამ სიხშირემ ეს და ეს სიხშირე როგორ მოქმედებს ადამიანის ცნობიერებაზე და საერთოდ ტვინზე. როდესაც ადამიანი იმყოფება შიშის მდგომარეობაში, მაგის მართვა არის ადვილი და რაც ჩვენ გარშემო ხდება ეს ფასიფიცირებული დროშები, რომელიც ჩვენ გარშემო არის ამდენი ქვეყნის დროშები, ეს ამტკიცებს, რომ ჩვენ მათ დავემონეთ შიშის გამო და მათ ეს ესმით. დაფიქრდით, ცივილიზაცია, რომელიც მილიონ წლებით გვისურვებს ჩვენ, შეუძლია უზარმაზარი მანძილი გადალახოს კოსმოსში და დროში, რომ გავადურდება დედამიწასთან მოახლოება, უბრალოდ მხოლოდ იმისთვის, რომ შეუძლია გვესროლონ ლაზერული ზარმაზნებიდან და შეეცადონ ჩვენ სათითაოდ გაგვანადგურონ. ჩვენ ვართ 8 მილიარდი და ეს და ამას აზრი აქვს. მე რომ ყოფილიყავი განვითარებული რаса და რომ დომებოდა, დედამიწა დამეპყრო. Я бы просто взял немного ДНК от მე ავიხებდი უბრალოდ ცოტა დნმ-ს, რომელიმე ადამიანს გამოვართმევდი, რომელიმე ადამიანისგან ავიხებდი დნმ-ის რაღაც ნაწილს. ეს ხომ ისე იოლი აიღო დნმ-ის რაღაც ნაწილი
ჭიქიდან, რომლისგანაც ახახან დალიეს და ანალიზება გაუკეთო ამ დნს და გაიგო თუ რა უნდა შექმნა ისეთი რომ გაუშვა შემდეგ ეს შექმნილი რაღაც ან წყალში ან ხაერში და რამდენიმე კვირაში ყველა გაქრება, ყველა განადგურდება. არავინ არ დაიწყებს ბრძოლას და სროლას, ომობას, ლაზერულ იარაღს არავინ იხმარს და არც არავინ ააფეთქებს სამხედრო ობიექტებს. ისინი ღია ბრძოლაში არ შევლიან და მართლაც მათ იმდენი საშუალება აქვთ ჩვენ გაგვანადგურონ, არც კი გამოიჩენენ თავს. წამოიდგინეთ თქვენ რომ ყოვლის შემძლე იყო და თქვენ იყო ტექნოლოგიურად განვითარებული და ვინმესი განადგურება თუ გინდათ ეს იოლ ფორმაში შეგიძლიათ გააკეთოთ თუ გააქვთ განვითარებული ტექნოლოგიები რომ ვერც კი შეგამჩნიოთ ვერავინ. წამოიდგინეთ ახლა თქვენ ეს ხო? თქვენ დააყენეთ თქვენი თავი იმ განვითარებული ცივილიზაციის ადგილზე. ახლა კი განვაგრძობთ. უცხოპლანეტური ცივილიზაციები ძალიან განვითარებულები არიან და მას რდომებოდა დრამის გაკეთება, ამას ისინი დიდი ხნის წინ გააკეთებდნენ. ეს ერთი და ჩვენ აფეთქებას არ დაიწყებდნენ. ისინი იყენებენ ჩვენ ამოსახვეს ომებზე, რომელიც დაფუძნებულია ჩვენ განსაზღვრულ გაგებაზე, ტექნოლოგიებისა. ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომ შესაძლებელია იყოს შეტევები დრონების დახმარებით, ზონდების დახმარებით, გემებიდან, ხომალდებიდან და ასე შემდეგ. მოკლა 8 მილიონი ადამიანი, თუ მილიარდი რამდენი თქვა, მილიარდი ადამიანი სათითაოდ, ეს არის სასაცილო. ეს სასაცილოდ არ ყოფნის განვითარებულ რასებს, რომელსაც შეუძლია გადაადგილება დროში და სივრცეში, გადალახოს სინათლის კოდები, სივრცის და დროის ცვლილება შეუძლიათ, ან გამრუდება, ან გასწორება და ასე შემდეგ, რომლესაც შეუძლიათ კარიბჭეების გახსნა. ისინი არასდროს არ მოვლიან აქ უპილოტო საფრენი აპარატების რაღაც რაოდენობით. ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია თავისთავად დააპროგრამიროს ეს იმის გამო, რაც მან ნახა გოლივუდში. გოლივუდმა დააპროგრამირება გაგვეთა ჩვენ, რომ ჩვენ გწამდეს იმისი, რასაც ისინი ყვებიან. სიმართლე შედგება იმაში, რომ ჩემი აზრით, რომელიც დაფუძნებულია ჩემ გამოკვლევებზე, მე ვერ წარმომიდგენია, რომ მეც მემართებოდა ამდაგარი რაღაცა. უბრალოდ სასაცილოა, რომ ასეთი სიტუაცია შეიძლება შექმნილიყო. სტივენ გრირი მომეცით უფლება მე კიდევ ერთი ნაბიჯი გავაკეთო. საქმე მარტო მაგაში კი არ არის, საქმე მარტო მაგაში კი არ შედგება, რომ ცივილიზაციებს უნდა შეუძლიათ ამის გაკეთება, ან არ აკეთებენ ამას, მაგრამ აზრი შედგება იმ ორგანიზაციაში, რომლებიც საქმიანობენ უკანა პროექტირებით განვითარებული ვარსკვლავთაშორისო ხომალდების 60 წლის განმავლობაში აკეთებდნენ ამას, 70-80 წლის განმავლობაში. ახლა მათ აქვთ ტექნოლოგიები, რომლებიც იმყოფებიან პრიორიტეტულ მდგომარეობაზე, დონეზე. სხვა სიტყვებით ისინი იმ დონეზე არიან, როგორ გამოიყურებოდათ, რა დონეზეც გამოიყურებიან უცხოპლანეტური ტექნოლოგიები, ხომალდები, ხელოვნური ინტელექტის საშუალებები, ხელსაწყოები. ისინი არიან სამუშაო მდგომარეობაში და იყო გამოყენებული ოპერაციებში სხვისი დროშის ქვეშ, სხვის დროშის ქვეშ ამოფარებული ბევრი ადამიანი ვერ ხვდება იმას, რომ ტექნოლოგიები, რომლებზეც მე ხარ ვლაპარაკობ, ეს ტექნოლოგიები არა, რომლებიც შექმნილი 1959 წელს. 1965 წლებში, 60-65 წლებში, როგორც მარკ მანკრედის, ბრედ სერენსის, ეგრეთ წოდებული არს ფიაშონი 1990 წელს, ის კი არა 1998 წელსაც, ეს იყო ანტიკვარიატი და დაძველებული ტექნოლოგიები. ხო, ბილი, როგორც თქვენ თქვით, ახლა $1 ტრილიონი შავი ბიუჯეტიდან, აგრეთვე ბრწყინვალე სამეცნიერო ტვინები, რომლებსაც მე ოდესმე შეხვედრივავ, ისინი არ მუშაობენ გარვარდში და მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებში. ისინი მუშაობენ საიდუმლო პროგრამებში, აეროკოსმოსური და სხვა პადრეჩიკებთან ერთად.
ძალიან გასაიდუმლოებული სამეცნიერო პროგრამებზე და 7 ან 8 ათეული წლების განმავლობაში გამოკვლევისა, საჭირო თანხისა დატვინებისა იყო გაკეთებული ბევრი წინწასვლა, იყო ბევრი გარღვევა და ახლა ეს ტექნოლოგიები არის სოციოპატების ხელში, ომების წამქეზებლები ხელში და მთელი სამყარო არის საჭიროების ქვეშ, სანამ ისინი არ იქნებიან შეჩერებული. ახლა გადავიდეთ შემდეგ ნაბიჯზე. ეს ინფორმაცია იქნება საჯაროდ გამოტანილი მამხილებლების დახმარებით. შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ამერიკის სახელმწიფო და სხვა ქვეყნების სახელმწიფოები უნდა ჩაატარონ სანქციები, გამოიტანონ სანქციები ამ შეერაღების გამოყენებაზე, რადგან ჩვენ ვიყენებთ ძალიან წინწასულ ტექნოლოგიებს, სადღაც ერთ წელზე მეტი წლის წლის უკან მე ვიყავი ორ გასაიდუმლებულ ობიექტებზე, სადაც მე კინაღა მომკლეს, სადაც მე მომკლები საშინელ ავარიაში, როდესაც ჩვენ ვესწრებოდით ორ გასაიდუმლებულ ობიექტებზე, სადაც იყო დაყენებული სისტემები ელექტრომაგნიტური იმპულსისა და სკალარული იარაღისა, რომლებიც დამიჯნულები არიან და წყობიდან გამოყავ ელექტრონიკა. მე მაქვს ვიდეო და ფოტოები ამ სისტემისა, რომლებიც განლაგებულია მიწისქვეშა ბაზებზე. ეგ ყველაფერი გადაცემული იყო სახელმწიფო მმართველებს, მაგრამ იმის შემდეგ, როდესაც მე ვერტფერაბიდან გადავეცე ეს ვიდეოები და ფოტოები, რომელზეც მე ვიყავი ამბიშან ერთად, რომელიც იყო დეზერტერი, თქვა რომ ის არის თავარი ამ საიდუმლო ობიექტებზე, რომ ის არის მაღალ თანამდებობის პირი, რომ ის მუშაობს არაოფიციალურად, ამიტომ მე მეტის არ შემიძლია, მაგრამ მე ვიცი ის რას საქმიანობს, მე ვიცი რა დაცვის ქვეშ მუშაობს ის, მაგრამ მან რომ ანახა მე თუ ეს როგორ მუშაობს, იყო გასაკვირი, რადგან იქ გამოიყენებოდა ფსიონიური ინტერფეისი, რომელსაც შეუძლია ტექნოლოგიებს ჩაერთოს, რომ დაითრიოს და გადაადგილოს ეს საიდუმლო ობიექტები, ტექნოლოგიები, რომ მათი დახმარებით შეიძლებოდა დარტყმის მიყენება, მაგალითად ЦРУ-ს არ აქვს უფლება იმოქმედოს ქვეყნში, მაგრამ ჯიმსემივანი და სხვა ადამიანები, რომლებიც ამბობენ რომ მუშაობენ ЦРУ-ზე ქვეყნში, ეს უკანონოა. Я говорил некоторым высокопоставленным людям, და მე ვეუბნებოდი მაღალთანადობის პირებს და საჭირო ორგანოების წარმომადგენლებს, რატომ არ იჭერენ ამ ხალხს და რატომ არ ვაძლევთ მათ პასუხისმგებლობის ქვეშ, კანონის პასუხისმგებლობის ქვეშ. რა აზრია ჩვენი კანონების ქონაში თუ არიან ხალხი, რომლებიც ამ კანონებს არ ღვევენ? რატომ არ ვიცათ კანონებს? იმიტომ რომ თუ ჩვენ არა გვაქვს ცივილიზაცია, თუ ჩვენ არ წარმოადგენთ ცივილიზაციას, რომელიც დაფუძნებულია კანონების შესრულებაზე, კონსტიტუციაზე, და თუ გვავიწყდება რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია და ასე შემდეგ, და თუ ჩვენ ახლა შევდელით დამტკიცება რომ ეს არის დანაშაული, ჯგუფი რომელიც ამაზე მოყვება დაიმოწმებიან, რომ ისინი მონაწილეობდნენ ამ უკანონო ოპერაციებში. ეს თავარია. მე ამაზე ვლაპარაკობდი 90 წლებიდან დასაწყისში. ჩემი არავის ჯეროდა, როდესაც შარშან მე ვიყავი ლოს-ანჯელესში,
ამ ჯგუფმა გამომიხსნა მე ბრონირებული ავტომობილი, რომ მე წავიყვანე და ბიჭი რომელიც იშდა საჭესთან იყო სპეცნაზელი, მან მომიბრუნდა და მითხრა, მადლობ შენ იმისთვის, რომ რაღაცა საკეთებ იმათვის, ვინც მეორე მხარეს გაიჭედა გადასარევი დასახელება სტატიის მეორე მხარეს გაჭედილები. ჩვენ ვიცით მაგალითად, რომ 90-იან წლებში მაღალთანამდებობის თანამშრომლები მიყვებოდნენ NLO-სთან დაკავშირებით ბევრ ფაქტებზე. თქვენ ახავთ ჩემ ამსალებს სადღაც 1-2 თვის მანძილზე. მე თხოვდი იმ ადამიანებს, ვინც მნიშვნელოვანი ადგილები უკავია, გამოვიდნენ სიტყვით. ამის შემდეგ ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი გამოსვლა. ისინი ბევრჯერ უნდა გამოვიდნენ, სხვა ადამიანებმაც უნდა გამოვიდნენ. ხალხი მეატოვებს თავიანთი უფლებების ბრძანების შესრულებას, რადგან მიხვდებიან, რომ ისინი მონაწილეობენ უკანონო ოპერაციებში, რადგან ეს ორგანიზაციები მოქმედებენ ხელისუფლების ნებართვის გარეშე. მათ შეუძლიათ თქმა, რომ ისინი არ აღიარებენ ხელისუფლებას. იმის გამო, რასაც მე ვაკეთებდი, მე მემუქრებოდნენ დაჭერით. მე ვუთხარი, რომ ახლა თუ გინდათ ახლა დამადეთ ხელბორკილი და შევხვდებით სასამართლოზე. ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ სიკეთის ხარეს და მომავლის ხარეს, რომელიც სასარგებლო კაცობრიობისთვის. ტექნოლოგიების უმრავლესობა, რომელიც შექმნეს, არის უკანონო, რადგან ბევრი ტექნოლოგია არის შექმნილი ხელისუფლების გზის ავლით და ხელისუფლებაში არც კი დაესიზმრებათ თუ რა ხდება მათ ძუს უკან.